ღმერთი უფრო მოწყალია თუ უფრო სამართლიანი? თუ ვიტყვით რომ მხოლოდ სამართლიანია, სამართლის მიხედვით არც ერთ ადამიანს ცხონება არ ეკუთვნის. რა საჭიროა ლოცვა, რა საჭიროა სახარების კითხვა, რა საჭიროა საერთოდ ეს ყველაფერი? ღმერთს ისედაც ესმის ჩემი ხმა და იცის გულში რა მაქვს. მე ღმერთთან ჩემი ურთიერთობა მაქვს. შეუძლებელია ადამიანი მაგალითად არ ლოცულობდეს და ქრისტიანი ერქოს. როცა მოძღვარი სასულიერო პირი ამბობს, რომ არა საჭიროა ლოცვა, ეს მრევლისთვის დიდი შეცდომა არის ეს. როგორ მივახციოთ სულიერად აი ამ შეგრძნებას, რომ იმას კი არ ვდარდობდეთ გამოდმებულად, რას იტყვიან ადამიანები ჩვენზე, არამედ ვფიქრობდეთ გამოდმებით, რას იტყვის ღმერთი ჩვენზე, თუნდაც მაშინ, როცა წარდგებით მის წინაშე. რას იტყვიან ადამიანები ამ საკითხს ასე უნდა შეხედო. თავარია მე მიყვარდეს ყველა.